არჩევნები უკრაინაში თავისუფალი და სამართლიანი იყო, ეს არის ფრაგმენტი ეთოს სადამკვირვებლო მისიის განცხადებიდან, რომელიც დღეს გამოქვეყნდა. საერთაშორისო მონიტორებმა ხმის მიცემის პროცესის საგანგებო ბრიფინგზე შეაჯამეს და განაცხადეს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური ეთოს სტანდარტებს შეესაბამებოდა. უკრაინაში არჩევნებს ეთოს ადამიანის უფლებათა და დემოკრატიული ინსტიტუტების ბიუროს 600 წარმომადგენელი აკურდებოდა. This election was very good election. ეს ძალიან კარგი მაღალი ხარისხის არჩევნები იყო. ამომრჩევლებს კანდიდატებს შორის რეალური არჩევანის გაკეთების საშუალება მიეცა. არჩევნები შეესაბამებოდა ეთოს მოთხოვნებს. დაცული იყო სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები. ვიქტორ იანუკოვიჩი მეორე ტურისის პრეზიდენტობის კანდიდატებს პოლიტიკურ მიმართვას უგზავნის. პარტია რეგიონების ლიდერი რეფორმების საბჭოს შექმნის ინიციატივით გამოდის და მესამე და მეოთხე ადგილზე გასულ კანდიდატებს მხარდაჭერას თხოვს. სანაცვლოდ კი რეფორმების საბჭოში მათი ინტერესების გატარებას პირდება. მსელ გამოსვლაში იანუკოვიჩი იულია Тимошенко-საც აკრიტიკებს და მის დამარცხებაზე საუბრობს. 17 января народ Украины. 17 იანვრის არჩევნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ უკრაინელი ხალხი სერიოზულ ცვლილებებს მოითხოვს. ხალხმა კიდევ ერთხელ გამოიჩინა სიბრძნე, არაყვა გაყალბებებსა და პროვოკაციებს და ხმა არ მიცა პოლიტიკოსებს, რომლებმაც არჩევნების სიცრუეში შეჯიბრათ და კომპრომატების ომად გადააქცია. ხელისუფლება, რომლის 5 წლიანმა მმართველობამაც ქვეყანას კარგი არაფერი მოუტანა, ხალხმა უარყო და ზურგი შეაქცია. მხარდაჭერისთვის დიდ მადლობას გიხდით და გვპირდებით, რომ ყველა თქვენი მოთხოვნა შესმენილი იქნება. აქვე მინდა სათანამშრომლოდ მოვიწვიო პრეზიდენტობის ყველა კანდიდატი ქვეყანაში სიტუაციისა და ცხოვრების პირობების გაუმჯობესების მიზნით. თავაზობთ შექმნათ სამოქალაქო რადა და რეფორმების ეროვნული კომიტეტი, რათა ერთად განვიხილოთ ქვეყნის მომავალი სტრატეგია და ჩვენი პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური იდეები შევაჯეროთ. მოვიდა დრო ახალი ხელისუფლებისა, რომელიც პოლიტიკას თეატრად არ გადააქცევს, როგორც ამას ჩემი კონკურენტი ქალბატონი აკეთებს. ის ყველანაირ დაპირებებს იძლევა იმისათვის, რომ ხელისუფლება ხელში ჩაიგდოს, თუმცა ის ვერ შეძლებს უკრაინელი ხალხის კიდევ ერთხელ მოთხოვებას. უკრაინის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ კი ამომრჩეველთა ხმების დათვლა თითქმის დაასრულა. ლიდერობს ისევ ვიქტორ იანუკოვიჩი, მას ხმების 35.1% აქვს. მეორე ადგილზე იულია ტიმოშენკო 25.1%-ით, მესამე ადგილს ინარჩუნებს სერგეი ტიგიპკო ამომრჩეველთა ხმების 13.5%-ით. მეოთხე ადგილზე არსენ იაცენიუკია 6.95%-ით, ვიქტორ იანუკოვიჩი კი ამომრჩეველთა ხმების 5.45%-ით მეხუთე ადგილს იკავებს. ეს არის ცესკოს პირველადი მონაცემები. არჩევნების საბოლოო შედეგებს კი უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისია 27 იანვარს გამოაქვეყნებს. დონეცკიდან ქართველი დამკვირვებლები თბილისში დაბრუნდნენ. მისიამ საქართველოში არჩევნების დარღვევების კონკრეტული ვიდეო მასალა ჩამოიტანა. კადრებში ჩანს თუ როგორ გააქვთ საარჩევნო უბნებიდან ყუთები და როგორ არ უშვებენ უბნებზე დამკვირვებლებს. თბილისში დაბრუნდნენ ჩვენი არხი ჟურნალისტებიც ზურაბ ხვისტანი და ირაკლი გვარამაძე მათზე თავდასხმის დეტალებს იხსენებენ. ლიკა ბერაიაკი ამბობთ. Еще раз говорю, вы не должны снимать выборы, понимаете? Объясните человеку, он это не должен снимать. თქვენ არ გაქვთ უფლება გადაიღოთ არჩევნები. ქართულ ჟურნალისტებს და დამკვირვებლებს აკრედიტაციის წარდგენის მიუხედავად დონეცკის საარჩევნო უბნებში შესვლის საშუალებას არ აძლევდნენ. რამდენიმე მათგანი უკანონოდ დააკავეს კიდეც. Паспорт гражданина Украины есть у вас? Я туда не могу вас пропустить с этим паспортом. ქართულ ტელეარხებს უბნებზე რომ უკანონოდ არ უშვებდნენ, амას თავად უკრაინელი დამკვირვებლებიც ადასტურებდნენ. Они имеют право, у них есть аккредитация, у них мокрая печать есть, аккредитация есть, документы, подтверждающие факт. Они как наблюдают. ქართველი ჟურნალისტები სიტყვიერს უკრაინაში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით კომენტარი მიხეილ სააკაშვილმაც გააკეთა. საქართველოს პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ უკრაინის დასავლური კურსი შეუქცევა და საქართველოს მოკავშირედ დარჩება. უკრაინელ ხალხს საქართველო უყვარს და ქართველებს უკრაინა. პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინაში ძლიერი ცენტრალური ხელისუფლების და ერთიანი გუნდის ჩამოყალიბება სამწუხაროდ ვერ მოხერხდა. აბსოლუტურ უმრავლესობა უკრაინელების და უკრაინელი პოლიტიკოსების არიან საქართველოს მეგობრები, მიუხედავად ამისა, რომელი კანდიდატის ბანაკში არიან ისინი. ვინც არ უნდა გახდეს უკრაინის პრეზიდენტი. უკრაინა დარჩება საქართველოს მოკავშირედ და მეგობრად. იმიტომ რომ უკრაინა ჩამოყალიბდა ბოლო 5 წელს დემოკრატიად. და იმიტომ რომ დემოკრატიის პირობებში ხალხის საცნობის მეთაურობა ითვალისწინებს და ხალხი უკრაინაში, ხალხს უყვარს საქართველოს და ქართველი ხალხი. ისე როგორც ქართულ ხალხს უყვარს უკრაინა და უკრაინელი ხალხი. ყველა გამოკითხვებში საქართველები თავის მოკავშირედ მიიჩნევენ უკრაინას. და რაც არ უნდა მოხდეს მეორე ტურზე ამ არჩევნების, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ურთიერთობები არ შეიცვლება და ასევე დარწმუნებული ვარ. უკრაინის ევროპული კურსი არის შეუქცევადი და ჩვენ და უკრაინა ერთად პარალელურ კურსით გავაგრძელებთ სვლას ევროპისკენ.